მოგესალმებით. მოდი ვნახოთ ესეთი საჯარო გაშლა. რა გაგეხარდებათ? ყველაზე ძალიან. ახლოს მომავალში. მოდი ალბათ ერთი თვის განმავლობაში. ჯერ ვნახოთ ახლა რა ენერგიებში ხართ თქვენ, უფრო რომ მიხდეთ თქვენთვის არის თუ არა ეს გაშლა. რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ და რა გაგეხარდებათ ერთი თვის განმავლობაში. რა სიახლოვე? როგორ ენერგიებში ხართ ახლა თქვენ? თქვენ შესაძლებელია იყოთ ესეთ ენერგიებში. ანუ ძალიან ბევრს მუშაობდეთ, ძალიან ბევრს შრომობდეთ თქვენი ფინანსური შემოსავლისთვის. ზოგიერთი შესაძლებელია, ანუ პირად ურთიერთობაზე მუშაობდეს. ანუ როგორ პირად ურთიერთობაზე მუშაობდეს, რას ნიშნავს? ანუ თქვენ და თქვენი პარტნიორი ერთმანეთს ამხნევებდეთ, ერთმანეთს ეხმარებოდეთ, გვერდით უდგებოდეთ, რომ ანუ ყველაფერი ერთად გააკეთოთ, ერთად შექმნათ და რათა უფრო მეტი ფინანსური შემოსავალი გქონდეთ. ზოგიერთი შესაძლებელია იყოთ სიყვარულის ენერგიებში, აი თითქოს კარგად გრძნობდეთ თავს, ბედნიერად გრძნობდეთ თავს თქვენს ადამიანთან ერთად. აი როგორი სიტყვები მომდის, იცი? აი თითქოს თქვენი საყვარელი ადამიანი, აი თითქოს თქვენ როგორი სიტყვები მომდის თქვა, იცი? თქვენს სულს და გულს უმღერის, აი თითქოს თქვენს სულს ახარებს თავისი სიყვარულის ენით. ზოგიერთი შესაძლებელია იყოს ესეთ ენერგიებში, რომ ცოტა მოტყუებულად გრძნობდეს თავს, აი რაღაცნაირად გიყვარდეთ თქვენი ადამიანი, მაგრამ აი რაღაცნაირად შესაძლებელია ზოგიერთი რაღაცნაირად გრძნობდეთ და ფიქრობდეთ, რომ თქვენი ადამიანი გღალატავთ, აი რატომღაც ეს სიტყვები მომდის აქედან. დავამატებ რა, იმიტომ რომ ზოგადად არ მოყვარს ხოლმე საჯარო გაშლაზე მithumetes ესეთი საუბარი, მაგრამ აი ზოგიერთი შესაძლებელია გრძნობდეთ და ფიქრობდეთ ამას, რომ ჩემი საყვარელი ადამიანი, მე ვხდი პარტნიორი, ხوار მღალატებს, ხوار მატყუებს, აი თითქოს ჩემთან არის, მაგრამ აი რაღაცნაირად გული და სული ბოლომდე ვერ იღებს ამ ადამიანს, თითქოს გგონიათ, რომ გატყუებს. ზოგიერთისთვის შეიძლება იყოს ეს. ანუ შესაძლებელია ფიქრობდეთ, რომ სხვა ადამიანზე ხომ არ ფიქრობს, სხვაზე ხომ არ ოცნებობს. აი თითქოს გგონიათ, რომ ამ ადამიანს გარშემო რა თქმა უნდა ახლა იმდენი ადამიანია, მაგრამ ყველას თავისი მეწყვილე ყავს და თავისი სულის და გულის ნაწილი ახლა ესია. აი თითქოს არჩევანის საშუალება აქვს ადამიანს, მაგრამ აი რაღაცნაირად თქვენ მაინც და მაინც ეს ადამიანი გინდათ. მოდი ვნახოთ რა გაგეხარდებათ. რა გაგეხარდებათ თქვენი ადამიანის შეხვედრა გაგეხარდებათ თქვენ ადამიანთან. თუ ერთად ხართ, მაშინ სადმე წახვალთ ერთად. აი თითქოს როგორც სიყვარულით და ბედნიერებით სავსე დღეები გექნებათ. თუ ერთად არ ხართ და მანძილზე ხართ, აი მაშინ რაც ეს თითქოს განერვიულებდათ, ნაბიჯის გადადგმა უჭირდა ადამიანს და ვერ მოდიოდა თქვენამდე, აი ეს ამ პრობლემიდან გამოვა გადალახავს ამ სირთულეებს და ჩამოვა თქვენთან, მოვა თქვენთან შეხვედრა იქნება და თქვენაც ძალიან გაგეხარდებათ. ანუ სასიყვარულო შეხვედრა. კიდე რა გაგეხარდებათ? რა გაგეხარდებათ? ზოგიერთ შეიძლება გაგეხარდეთ ესეთი რაღაც თქვენ ჩაფიქრებული საქმე, ნებისმიერი რაც თქვენ გქონდათ ჩაფიქრებული, ეხება ეს პირად ურთიერთობას თუ საქმეს ან ბიზნესს, აი თითქოს რაც თქვენ ჩაიფიქრეთ, ის საქმე გამოვა, რომელიც თქვენ ძალიან გაგეხარდებათ. აი თითქოს ძალიან ბევრს ფიქრობდით უკვე ამაზე და ძალიან მიჯაჭვული იყავით აი ფიქრებითაც, აი მენტალურადაც, აი რაღაცნაირად
აი სულიერადაც კი აი სულ ამაზე ფიქრობდით რა. განახლებული ენერგიები შემოდის თქვენთან. ანუ განახდებით ახალი შეგრძნებები გექნებათ. აი თითქოს მომდის სიტყვები თქვა, რომ ანუ გაზაფხულის ენერგიებში აი გამოიღვიძებთ, გამოფხიზლდებით, აი რაღაცნაირად სიხარული და ბედნიერება მოდის თქვენთან. კიდე რა გაიხარდებათ? კიდე გაგიხარდებათ ის, რომ ანუ თქვენი ადამიანი, რომელიც მანძილზე იყო, შორს იყო თქვენგან და ვერ მოდიოდა თქვენამდე, აუცილებლად მოვა თქვენთან და თქვენ ძალიან გაგიხარდებათ. აი ზოგიერთთან კიდე იქნება ასე, რომ ადამიანი, რომელიც არ გეკონტაქტებოდათ და დუმდა და არაფერს არ აკეთებდა თქვენი გულისთვის, თქვენი სიყვარულის გულისთვის, აუცილებლად დაიწყებს მოქმედებას, მოგწევთან დაგირეკავთ და აუცილებლად იქნება შეხვედრაც, აი რომელიც თქვენ ძალიან გაგეხარდებათ. აი თითქოს ელოდებოდით კიდეც, რომ ეს მოხდებოდა. და კიდე თუ თქვენ გქონდათ პრობლემები სამართალთან დაკავშირებით, ეს სიტუაცია მოგვარდება და გადაწყდება თქვენ სასიკეთოდ და აღარ ინერვიულებთ ამაზე. თუ გქონდათ უსამართლობის განცდა, რომ აი რაღაცნაირად ესეც დასტაბილურდება და კიდე კარგი ფინანსური შემოსავალი მოვა თქვენთან, აი რასაც თითქოს თქვენ ელოდებოდით კიდევაც და რაც თქვენ ძალიან გაგეხარდებათ და კმაყოფილი იქნებით თავს. იგრძნობთ თავს, კმაყოფილად იგრძნობთ თავს. ზოგიერთთან შესაძლებელია აი აუცილებლად გაგეხარდეთ. აი ცერა აი თითქოს თვალებს დავფუჭავ და ვიოცნებებ. აი რომელიც ვიცი მერე ამიხდება. ვიცი ვისთვის იყო ეს სიტყვები, მაგრამ ალბათ ვიღაცისთვის იყო საჭირო იყო. გაგეხარდებათ აი კიდე ესეთი რაღაც, რომ თქვენში რაღაც ნიჭს დაინახავთ, რაღაც ახალს აღმოაჩენთ და გამოავლენთ თქვენ შესაძლებლობებს. ესე ყველანაირად სიუხვიცავსა იქნება, აი თითქოს ყველაფერი კარგი უნდა მიიღოთ აი ამ სამყაროში, რასაც აი როგორ ვიცი, სიუხვე, ბედნიერება, ფინანსური შემოსავალიც, ანუ ყველანაირად კმაყოფილად და ბედნიერად იგრძნობთ თავს. აი რაღაცნაირად მეგაზაფხულება, აი ესე იგრძნობთ თავს, ეს სიტყვები შეიძლება თქვათ ესე, რომ აი მეგაზაფხულება, აი ესე გაგეხარდებათ რაღაცა, რომ ანუ გაზაფხულიც რაღაცნაირად შეცვლის თქვენსგან წყობას და ბედნიერებას მოგიტანთ, რასაც მე თქვენ მთელი გულით გისურვებთ.